მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე ამერიკამ ირანის სამი მთავარი ბირთვული ობიექტი დაბომბა. ტრამპმა და ნეთანიაჰუმ ერთად კოორდინირებულად იმოქმედეს. ამერიკის გადაწყვეტილებას უპასუხისმგებლოდ და გაეროს წესდების დარღვევა დაფასებს რუსეთი. ჩინეთი ამ ეტაპზე დუმს, თუმცა ამერიკასთან ომში იემენი ერთვება. ამერიკელმა სამხედროებმა განახორციელეს მასირებული ზუსტი დარტყმები ირანის რეჟიმის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე. გახსოვდეთ, დარჩენილია ბევრი სამიზნე, ჩვენ მათ ზუსტად დავარტყამთ. პრეზიდენტო ტრამპ, თქვენი თამამი გადაწყვეტილება სამიზნეში ამოიღოთ ირანის ბირთვული ობიექტები ამერიკის გასაოცარი და მართალი ძალით შეცვლის ისტორიას. კურიერი PS საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირების დეტალებით ვიწყებთ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანზე თავდასხმა გამთენიისას განახორციელა. სამიზნე ისპაჰანის, ფორდოუს და ნატანცის ატომური ობიექტები გახდა. ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმისას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა B2 ტიპის ბომბდამშენები გამოიყენა. B2 საჰაერო ძალების უმაღლესი დონის ბომბდამშენია, რომელიც აგებულია ეგრეთ წოდებული ფრინავი ფრთის დიზაინით, რაც მტრის რადარებში თვითმფრინავს თითქმის შეუმჩნეველს ხდის. B2-ს შეუძლია 11,000 კილომეტრი იფრინოს, ხოლო ჰაერში საწვავის შევსებით გლობალურ მისიებს ასრულებს. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ირანამდე გაფრინდება, იქ სამიზნეს დაბომბავს და უკან დაბრუნდება. 21 მეტრი და სიგრძე და 52 მეტრი სიგანე. ამერიკულ გამანადგურებელ საათში 900 კილომეტრის ფრენა შეუძლია. ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების განკარგულებაში სულ 20 ასეთი B2 ტიპის თვითმფრინავია. ბომბდამშენი თავდაპირველად ცივი ომის ოპერაციებისთვის შეიქმნა, თუმცა ის პირველად 1999 წელს სერბეთში გამოიყენეს. B2 ტიპის თვითმფრინავში 80-მდე 200 კილოგრამიანი ბომბი ან 16 ბირთვული ქობინი თავსდება. ბომბი JBU-47 60 მეტრ სიღრმეზე შეუძლია გაანადგუროს ნებისმიერი სამიზნე. ეს არის ჭურვი, რომელიც 13,600 კილოგრამს იწონის. სიგრძეში 16 აღემატება. ბომბის ქობინი ჭურვის საერთო წონის 80% შეადგენს. არის GPS-ით მართვადი და განკუთვნილია ისეთი სამიზნეების გასანადგურებლად, რომლებიც წონაში მიწაში ღრმად არის განთავსებული და როგორც გითხარით, წონაში არის 13,600 კილოგრამი. ჭურვი 1991 წლის 13 თებერვალს ჩაეშვა ექსპლუატაციაში და პირველად გამოიყენეს ამავე წლის 27 თებერვალს ერაყში სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ გამოიყენეს ეს ჭურვი. ომის მეათე დღეს კი სურათი ასეთია. ირანი შურის ძიებას აპირებს. ყოველ შემთხვევაში ასეთი არის ის განცხადებები, რომელიც გაკეთდა ანონსებს ირანი. ამას ამერიკა იმუქრება, ჩინეთი კი თეირანში საიდუმლო ტვირთს აგზავნის. რა ხდება მოვლენების ეპიცენტრში? სანდრო სანაი აკვირდებოდა პროცესებს და ის უკვე კურიერი PS-ის სტუდიაშია. სანდრო, საღამომშვიდობის. საღამომშვიდობის. როგორი იქნება ირანის პასუხი, რა განცხადებები კეთდება თეირანში და გითხარი, როგორი არის ზოგადად ბოლო ინფორმაცია? უახლესი ინფორმაცია, რაც ამ ეტაპზე ირანიდან მოდის, არის ის, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტმა გადაწყვიტა და მხარი დაუჭირა ჰორმუზის სრუტის ბლოკირებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ნავთობ ექსპორტიორი ხომალდების მეხუთედი, რომელიც გაედინება ჰორმუზის სრუტიდან, შეჩერდება. ეს კი ძალიან დიდ დარტყმას მიაყენებს ზოგადად ნავთობ ბაზარს და შეიძლება ჩაითვალოს ეს როგორც ირანის ერთ-ერთი პასუხი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან იმ ბირთვული რეაქტორების დაბომბაზე, რომელიც ამერიკამ დაბომბა. ხოლო დიპლომატიის დრო რომ ნელ-ნელა იწურება, ამაზე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღის განმავლობაში ისაუბრა, თუმცა ვიდრე ისინი გადავდნენ უშუალოდ ქმედით ნაბიჯებზე, მანამდე ირანის პირველმა დიპლომატმა დაანონსა, რომ მოსკოვში ჩავა და ვლადიმერ პუტინთან გაივლის კონსულტაციებს. ეს ყველაფერი კი უკვე ხვალ მოხდება. მე სერიოზული კონსულტაციები მექნება ხვალ ვლადიმერ პუტინთან. ჩვენ განვაგრძობთ ერთად მუშაობას. ახლა, როდესაც სიტუაცია ასე შეიცვალა, პუტინთან საუბრის შემდეგ განსაზღვრობთ, როგორ გაგრძელდება პროცესები. მე ჯერ ვერ ვიტყვი, რა იქნება ირანის პასუხი ამერიკის ქმედებაზე, თუმცა დიპლომატიისთვის სივრცე უკვე ნაკლებად რჩება. თუმცა მოსკოვმა უკვე დააფიქსირა თავისი პოზიცია. სერგეი ლავროვის უწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, სადაც წერია, რომ ისინი გმობენ ამერიკის მხრიდან ირანის ბირთვული რეაქტორების დაბომბვას და რომ ეს
არ ღვევს გაეროს წესდებებს და მიუხედავად ყველანაირი მიზეზისა არ არის გამართლებული სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ ჭურვების გაგზავნა. ასევე განცხადება გაავრცელა თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც, ისინიც გმობენ ამერიკის მხრიდან ირანის დაბომბვას და ამბობენ, რომ ეს მოვლენა ახლო აღმოსავლეთში პროცესებს კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს და ეს ყველაფერი შეადარეს ამერიკის წარსულში ერაყში და ავღანეთში სხვადასხვა სამხედრო ოპერაციებს. სანდრო, ირანს არაერთი მოკავშირე ჰყავს ახლო აღმოსავლეთშიც, რომლებიც ასევე იმუქრებიან. რა მოლოდინი შეიძლება არსებობდეს ამ მიმართულებით? ჰამასი, ჰეზბოლა, იემენელი ჰუსიტები და ეს უკანასკნელი არიან ის ძალები, რომლებსაც ირანის პროქსი ძალებს ეძახენ, ანუ ის ტერორისტული ორგანიზაციები, რომლებსაც ირანი როგორც წესი ამარაგებს ხოლმე იარაღით, ფინანსებით და ასე შემდეგ. ისინი ამბობენ, რომ მოვლენათა განვითარების შესაბამისად ისინი მზად არიან იმოქმედონ ამერიკის წინააღმდეგ და მეტიც იმუქრებიან, რომ წითელ ზღვაში ამერიკის ფლოტზე განახორციელონ შეტევა. თავის მხრივ დღის განმავლობაში ჩაინიშნა პენტაგონში საგანგებო ბრიფინგი, სადაც პირველ რიგში ისაუბრეს იმ ოპერაციაზე, რომელსაც უკვე შუაღამის უროც კი უწოდეს, რაც გულისხმობს ირანის რეაქტორების დაბომბვას და ხაზგასმით აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, რომ ახლა ვციტირებ, თუ გადაწყვეტს რომელიმე მხარე, რომ შეუტიოს ამერიკის რომელიმე წერტილს ბაზას ახლო აღმოსავლეთში, ნომერ პირველი სახელმწიფოს არმიის უდიდეს რისხვას მიიღებენ. Wherever it may be. სადაც არ უნდა იყოს, ეს იქნება ერაყში, სირიაში, სპარსეთის ყურეში თუ ნებისმიერ სხვა ლოკაციაზე, სადაც ჩვენი ბაზებია განთავსებული. ნებისმიერი სახის შეტევის მცდელობა ირანისა თუ მისი პროქსი ძალების მხრიდან იქნება ძალიან ცუდი აზრი. და აქვე არც ის უნდა გამოგვჩეს, რომ 13 ივნისიდან მოყოლებული ამერიკული და ისრაელის ავიაგამანადგურებლები არ არის ერთადერთი თვითმფრინავი, რომელიც გამოჩნდა ირანის საზზე. როგორც ცნობილი გამოცემები ამბობენ, ირკვევა, რომ 13 ივნისიდან მოყოლებული ჩინეთიდან აფრინდა 3 Boeing 747, რომელიც ავიამზიდი არის და მათი სამივე თვითმფრინავის ტრაექტორია იყო შემდეგნაირი: ჩრდილოეთ ჩინეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი, ხოლო რა წამს ისინი მიუახლოვდნენ ირანის საჰაერო სივრცეს, ისინი რადარებიდან გაქრნენ. არადა მათი საბოლოო დანიშნულების წერტილი უნდა ყოფილიყო ლუქსემბურგი. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, შესაძლოა ამერიკისა და ჩინეთის მჭიდრო ურთიერთობიდან გამომდინარე, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ ირანის ისლამურ რესპუბლიკას შეიარაღება მიაწოდა, თუმცა ეს ვარაუდია, მაგრამ ის ფაქტი, რომ ეს ბოინგები გაქრნენ რადარებიდან, მაინც ფიქსირდება და არაერთი გამოცემა წერს ამის შესახებ და ასევე ბოლოს ვრცელდება ინფორმაცია, რომ აიათოლა ალი ხამენეიმ დაასახელა 3 კანდიდატი, რომლებმაც შეიძლება ის შეცვალონ იმ შემთხვევაში, თუ ირანის სულიერი ლიდერის ლიკვიდაცია მოხდება, რომელიც, როგორც New York Times-ი ამბობს, დარტყმებს ბუნკერში ემალება. არადა როგორც წესი, ახალი სულიერი ლიდერის არჩევას კვირების შესაძლო თვეებიც კი სჭირდებოდეს ხოლმე, თუმცა ვითარებიდან გამომდინარე, ვრცელდება ინფორმაცია, ეს ინფორმაცია არის New York Times-ის მიერ გავრცელებული, რომ ირანის სულიერმა ლიდერმა 3 კანდიდატი უკვე დაასახელა და ამ ექსპერტთა ასამბლეას დაავალა, რომ იმ შემთხვევაში თუ იგი გარდაიცვლება, აირჩიონ ამ 3 კანდიდატიდან ერთ-ერთი მის შემცვლელად. და ასევე ინფორმაცია, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა, რუსეთი, ჩინეთი და პაკისტანი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს სთავაზობენ, რომელიც ახლო აღმოსავლეთში უპირობო ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს. მოკლედ ჩვენ ველოდებით თუ როგორ განვითარდება მოვლენები. მადლობა, ეს სანდრო სანაია იყო, რომელიც კურიერი PS-ის სტუდიაში საუბრობდა. ოფიციალური თელ-ავივი თეირანისთვის ცეცხლის გახსნის მიზეზად ირანის ბირთვულ პროგრამას ასახელებს. ისრაელში მიაჩნიათ, რომ ბირთვული იარაღით აღჭურვილი ირანი განსაკუთრებით საშიში იქნება როგორც უშუალოდ ისრაელის, ასევე რეგიონის უსაფრთხოებისთვის. ირანში აცხადებენ, რომ პროგრამა მხოლოდ მშვიდობიანი ენერგეტიკული მიზნებისთვისაა განკუთვნილი. ომის დაწყების მიზეზად განსხვავებული ვერსიები იწერება საერთაშორისო მედიაში. ასევე ერთმანეთისგან განსხვავებული მოსაზრებები აქვს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს. უდაოდ მხოლოდ ის ფაქტია, რომ უკვე მე-10 დღეა ორივე ქვეყნის ცამ ჭურვების აფეთქებით ნათდება. ჩვენ ახლა ვირტუალურ სტუდიაში ვნახავთ რა დაბომბა ისრაელმა და როგორ უპასუხა ირანმა. მივყვეთ თავიდან. 13 ივნისის ღამიდან მოყოლებული ისრაელი აგრძელებს ირანის ბირთვულ და სამხედრო ობიექტებზე დარტყმებს. თავდასხმის შედეგად მოკლულია მაღალი რანგის 20-მდე ირანელი სამხედრო და ბირთვულ პროგრამაში ჩართული 10 ირანელი მეცნიერი.
13 ივნისის ღამეს ისრაელის საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა ირანის ტერიტორიაზე 100-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით ოპერაციაში 200-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავი მონაწილეობდა. ბირთვული პროგრამების ობიექტებთან ერთად თეირანში განადგურდა საცხოვრებელი კომპლექსები, სადაც სამხედრო მეთაურები ცხოვრობდნენ. ისრაელსა და ირანს შორის მანძილი დაახლოებით 1500 კილომეტრი. ამის მიუხედავად, თელ-ავივი სამიზნეებს მაინც წარმატებით ბომბავს. დაიბომბა თეირანის მეჰრაბადის აეროპორტი, რა დროსაც 4 ირანული თვითმფრინავი სრულად განადგურდა. ისრაელმა სამხრეთ ირანში გაზის გადამამუშავებელ ქარხანასაც დაარტყა, სადაც ნავთობისა და გაზის საბადოა განთავსებული. 17 ივნის დილით ირანის არმიამ დაადასტურა, რომ ისრაელმა თეირანში დაბომბა ირანის სახელმწიფო ტელერადიო კომპანიის შენობაც. თქვენ ახლა სწორედ აი ამ კადრებს ადევნებთ თვალს. ტელევიზიის შენობას ჭურვი მაშინ მოხდა, როდესაც პირდაპირ ეთერი მიმდინარეობდა. ოფიციალური ინფორმაციით თავდასხმის დროს დაიღუპა 2 ადამიანი. ისრაელის არმიის გენერალი აცხადებს, რომ დარტყმების სამიზნეა ტერორისტული რეჟიმი და არა ხალხი. ისრაელის მონაცემებით სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ გაანადგურეს ან გაანეიტრალეს ირანის ბალისტიკური რაკეტების 200-ზე მეტი გამშვები დანადგარი, რაც ისლამური რესპუბლიკის არსენალის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო და სერიოზული ზიანი მიაყენეს ბირთვული პროგრამების შემუშავების ცენტრებსაც. თეირანში სახალმა თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინას დაარტყა. სარაკეტო შეტევებს ირანის შეტევებით უპასუხობს. რკინის გუმბათი აქტიურად მუშაობს, თუმცა ისრაელს ირანთან ერთად ღაზიდან და იემენიდანაც უტევენ. ამიტომ ისრაელის მიწაზე რამდენიმე რაკეტა მაინც ვარდება. ირანმა ბალისტიკური რაკეტა ესროლა სოროკას საავადმყოფოს. ჰოსპიტალის კორპუსის ნაწილი მთლიანად ჩამოიშალა. დაიჭრა 100-მდე ადამიანი. ირანმა ბალისტიკური 30 რაკეტა გაუშვა ხალონსა და ბეერშევაშიც. ირანული მედიით გავრცელდა ცნობა, რომ ისლამური რესპუბლიკის გუშაკთა კორპუსმა სარაკეტო იერიში მიიტანა ისრაელის სამხედრო დაზვერვის მოსადის შტაბ-ბინაზეც, რომელიც თელ-ავივთან ახლოს მდებარეობს. თუმცა ისრაელს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია. დაუზუსტებელი ინფორმაციით ისრაელის მხარეს 50-მდე ადამიანია გარდაცვლილი, მათ შორის არის მშვიდობიანი მოსახლეობა. ირანი 300-მდე ადამიანის გარდაცვალებას ადასტურებს. მათ შორის არიან მაღალი რანგის სამხედრო პირები, მეცნიერები და მშვიდობიანი მოსახლეობა. დღეს მსოფლიო სულ უფრო მეტად იღებს მულტიპოლარული სისტემის სახე, სადაც ძალაუფლება მხოლოდ ვაშინგტონსა და მოსკოვზე აღარ ნაწილდება. 21 საუკუნიდან აშკარა გახდა, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში იწყება ძალთა გადანაწილება და ახალი მოთამაშეების დროც დგება. ჩვენ უკვე მულტიპოლარულ სამყაროში ვცხოვრობთ, სივრცეში, სადაც ძალაუფლება და გავლენა უკვე არა მხოლოდ ორ, არამედ რამდენიმე ცენტრს შორის ნაწილდება. ამერიკა, რუსეთი და უკვე ჩინეთი, რომელიც ეკონომიკური ძლიერებითა და ტექნოლოგიური ამბიციებით ღიად უპირისპირდება დასავლურ დომინაციას. მსოფლიოს მეორე ეკონომიკა სწრაფად ავითარებს სამხედრო ტექნოლოგიას. ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივა კი პეკინთან ათეულობით ქვეყანას აკავშირებს როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად. რეგიონულ მოთამაშეებად ჩამოყალიბდნენ სახელმწიფოები, რომლებსაც წარსულში გლობალურ პოლიტიკაში მხოლოდ მაყურებლის როლი ეკავათ. ისრაელი პატარა ტერიტორიითა და მცირე მოსახლეობით დღეს რეალურად სუპერ სახელმწიფო სტატუსს ვერ ატარებს, მაგრამ რეგიონში გავლენიანი მოთამაშეა. ამერიკის ძლიერი მხარდაჭერა კი თელ-ავივს შესაძლებლობას აძლევს დიდი გავლენა იქონიოს ახლო აღმოსავლეთზე და არა მხოლოდ. რეგიონში ლიდერობას ცდილობს ირანიც. თეირანს, რომელიც სარგებელს ნავთობისა და გაზის მარაგებიდან იღებს, მულტიპოლარული წესრიგის პირობებში ძლიერი რეგიონული ლიდერის როლი საკუთარ თავზე აღება სურს. თუმცა თეოკრატიული მმართველობა და საერთაშორისო იზოლაცია ხელს უშლის. ირანისთვის ჰორმუზისა და ბაბ-ელ-მანდების სრუტეების პოტენციური კონტროლი წარმოადგენს სტრატეგიულ ბერკეტს გლობალურ ვაჭრობაზე გავლენის მოსახდენად. და გავიხსენოთ, როგორ მოვიდა ირანი აქამდე, ანუ შაჰის მმართველობიდან აიათოლების რეჟიმამდე. ანუ როგორ იქცა ირანი თეოკრატიულ სახელმწიფოდ. ნათია ჩეხერიასთან ერთად განვაგრძობთ ამ თემაზე საუბარს. ის უკვე კურიერი პიესის სტუდიაში იმყოფება. ნათია, საღამშვიდობის. როგორია ირანის ისტორია შაჰიდან აიათოლამდე? ირანი თითქმის ნახევარი საუკუნეა, რაც თეოკრატიული სახელმწიფოა, რესპუბლიკა სულ რაღაც 50 წლის წინ საერო მონარქიიდან ირანი იქცა ისლამურ რესპუბლიკა და ძალაუფლება გადავიდა აიათოლების ხელში. დღეს კი ყველას აინტერესებს ამ კონფლიქტის დასასრულ ხო არ მოხდება აიათოლების რეჟიმის ცვლილებაც. თუმცა სანამ ცვლილებაზე ვისაუბრებთ, მანამდე საინტერესოა გადავამოთ თვალი, გზას თუ როგორ გადავიდა ძალაუფლება შაჰიდან სულიერი ლიდერის ხელში. როგორ დასრულდა ირანში შაჰების 2500 წლიანი მმართველობა, გიყვებით სიუჟეტში.
1941 წელს დიდი ბრიტანეთისა და საბჭოთა კავშირის დახმარებით ირანის ტახტი 21 წლის მოჰამედ რეზა ფეჰლევმა დაიკავა. კორონაციის შემდეგ თავის თავს შაჰინშაჰი, ანუ მეფეთ-მეფე უწოდა და საკუთარ თავს აბსოლუტური ძალაუფლება მიანიჭა. შაჰინშაჰის გაცხადებული მიზანი ირანის მოდერნიზაცია იყო. ამისთვის კი ამერიკის მხარდაჭერით რეფორმების სერია წამოიწყო, სახელწოდებით თეთრი რევოლუცია. ფეოდალებს და სამღვდელოებას შაჰმა მიწები ჩამოართვა და გლეხებს გადასცა. პარალელურად დაიწყო ინდუსტრიული და ეკონომიკური მოდერნიზაცია. პირველად ირანის ისტორიაში ქალებს მიენიჭათ ხმის მიცემისა და არჩევნებში მონაწილეობის უფლება. რეფორმამ გააღიზიანა რელიგიური ლიდერები, რომლებმაც შაჰის ეს გადაწყვეტილება ისლამურ ფასეულობებზე თავდასხმად აღიქვეს. მრავალი პროგრესული ნაბიჯის მიუხედავად, შაჰის მმართველობა მაინც ავტორიტარული და სასტიკი იყო. ისრაელის მოსადის და ამერიკის დაზვერვის დახმარებით შაჰმა ჩამოაყალიბა საიდუმლო პოლიცია სავაკი, რომლის მიზანიც ოპოზიციის აღმოჩენა და ჩახშობა იყო. ის აკონტროლებდა პრესას, უნივერსიტეტებს, მეჩეთებს, უთვალთვალებდა უცხოეთში მცხოვრებ ირანელ ემიგრანტებსაც კი. საიდუმლო პოლიცია სიძულვილის სიმბოლო გახდა. სწორედ მისმა სისასტიკემ და შიშზე დაფუძნებულმა მმართველობამ შეუწყო ხელი 1979 წლის ისლამურ რევოლუციას. მაშინ როცა ხალხი ქუჩებში გამოდიოდა, შაჰინშაჰისთვის პრიორიტეტი ქვეყნის იმიჯი იყო. საუკუნის წვეულება. ასე შერაცხა მსოფლიომ სპარსეთის დაარსებიდან 2500 წლის იუბილის საზეიმო მიღება, რომელიც ნანგრევებად ქცეულ პერსეპოლისში გაიმართა. წვეულებას 65 ქვეყნის ლიდერები დაესწრნენ. მეფეები, პრეზიდენტები, იმპერატორები, სულთნები. ირანში გამართულ მდიდრულ ღონისძიებას ესწრებოდა ყველა, გარდა თავად ირანელებისა. შაჰმა არც მინისტრები დაპატიჟა და არც თეირანის ელიტა. ირანელები ამ გრანდიოზულ წვეულებაზე მხოლოდ მოსამსახურეებად მუშაობდნენ. გაუგონარმა ფუფუნებამ საერთო სახალხო აჯანყება გამოიწვია. მსოფლიო პუბლიკისგან განსხვავებით ირანი უკმაყოფილო იყო. მაშინდელი მედია წერდა, რომ საუკუნის წვეულება მთავრობას 100 მილიონი დოლარი დაუჯდა, რაც დღევანდელი გათვლებით 635 მილიონი დოლარის ტოლფასია. ხალხი ფიქრობს, რომ ახლა ირანი არ უნდა ხარჯავდეს მილიონობით დოლარს წვეულებებში, როდესაც ქვეყანაში ასეთი სიღარიბეა. როგორ პასუხობთ ამ კრიტიკას და რატომ იყო ასეთი მნიშვნელოვანი ამ წვეულების გამართვა? პირველ რიგში რა იცის ხალხმა რამდენი დაიხარჯა ამ წვეულებაში? ერთადერთი ხარჯი რაც ჰქონდა იყო ოფიციალური სადილი, რომელიც სპეციალურად ჩვენი სტუმრებისთვის მოვამზადეთ. საუკუნის წვეულება, რომელსაც შაჰის მთავარი ოპონენტი ეშმაკის წვეულებას უწოდებდა, შაჰის წინააღმდეგ წამოწყებული რევოლუციის ერთ-ერთი მიზეზი გახდა. ახალგაზრდობა და უმაღლესი განათლების მქონე ინტელიგენცია შაჰის წინააღმდეგ გამოვიდა. დაიწყო ტოტალური გაფიცვები. ქარხანა-ფაბრიკები და დაწესებულებები თვეობით არ მუშაობდნენ. ხალხის უკმაყოფილება შიიტმა სასულიერო პირებმა გამოიყენეს. მათი ლიდერი, საზღვარგარეთ განდევნილი აიათოლა ხომეინი საფრანგეთიდან მოუწოდებდა ირანელ ხალხს დემონსტრაციებზე გასულიყვნენ. 1979 წელს შაჰი იძულებული გახდა ირანი დაეტოვებინა. აიათოლა ხომეინი კი პირიქით პარიზიდან ირანში ჩაფრინდა და ქვეყანა ისლამურ რესპუბლიკად გამოაცხადა. ასე იქცა ირანის საერო მონარქიიდან თეოკრატიულ ისლამურ რესპუბლიკად. ნათია, ეს ქრონოლოგია რო გავაგრძელოთ და გავყვეთ ამას, რა ხდება აიათოლას თეირანში ჩამოსვლის შემდეგ? 14 წლიანი გადასახლების შემდეგ აიათოლა ხომეინი ბრუნდება ჩარტერული რეისით თეირანში და მას ხვდება მილიონამდე მხარდამჭერი, 5 მილიონი მხარდამჭერი. ქვეყანაში ტარდება რეფერენდუმი და მოსახლეობის უმრავლესობა 92% ირანის ისლამურ რესპუბლიკად გამოცხადებას უჭერს მხარს. რა თქმა უნდა, შეიცვალა საგარეო პოლიტიკაც და რადიკალურად, რადგან აიათოლა ხომეინმა გამოაცხადა საბჭოთა კავშირი და ამერიკა მტრებად. შაჰისგან განსხვავებული პოლიტიკა ჰქონდა ასევე ისრაელთან მიმართებით. ის იყენებდა ფრაზას წმინდა მიწის დამყრობ რეჟიმს. ხომეინის მმართველობის დროს დაიძაბა ურთიერთობა ასევე ერაყთან, იყო ერაყთან 8 წლიანი ომი, უშედეგოდ დასრულდა ორივე ქვეყნისთვის და ძალიან ტრაგიკულადაც. ირანი ისლამური რევოლუციის შემდეგ იზოლაციაში მოექცა, რადგან უკვე ეჭვი გაჩნდა, რომ ის ამზადებდა, მუშაობდა ბირთვულ იარაღზე, რაც მან უარყო, თუმცა ამის მიუხედავად დასავლეთმა მას დაუწესა სანქციები. აიათოლას რეჟიმი შაჰის რეჟიმის მსგავსად იყო დაუნდობელი და სასტიკი, თუმცა ხალხს ის ძალიან უყვარდა. ის გარდაიცვალა 1980
1999 წელს და დიდი პატივით დაკრძალეს. ნათია, რაც შეეხება ირანის ბირთვულ ინტერესს, როგორ ხსნის ამას ამჟამინდელი ლიდერი? ირანის უზენაესი ლიდერი ამბობს, რომ მათ არ გააჩნიათ ბირთვული იარაღი, თუმცა მისი დამზადება თუ უნდა თამაში ხელს ვერც ამერიკა და ვერც ისრაელი ვერ შეუშლის, როგორც ჩანს ისრაელში არ სჯერათ მისი, რადგან ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ადრე თუ გვიან ირანი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ. რას ომებს მიიღებს იმისათვის, რომ ასე არ მოხდეს ისრაელი, ნეთანიაჰუ არ გამორიცხავს ირანის უზენაესი ლიდერის ლიკვიდაციასაც, უფრო მარტივად საუბრობს დონალდ ტრამპი და ამბობს, რომ ამერიკა მიცის თუ სად იმალება უზენაესი ლიდერი, თუმცა ამჟამად მისი ლიკვიდაცია საჭირო არ არის. ჩვენ შეგვიძლია მოვუსმინოთ ლიდერების განცხადებას. მე გავეცი მითითება, რომ არავინ არის ხელუხლებელი. ომის დროს სიტყვების სიფრთხილით, მოქმედებები კი სიზუსტით უნდა შეირჩეს. ალი ხამეინი იოლის ამიზნია, მაგრამ საფრთხე არ ემუქრება. არ ვაპირებთ მის მოკვლას. ახლა არა. მაგრამ არც ის არ გვინდა მშვიდობიან მოქალაქეებს ან ამერიკელ ჯარისკაცებს ჭურვებს ესწროდნენ. ჩვენი მოთმინება იწურება. მსგავსი განცხადებების შემდეგ ოფიციალური მოსკოვი აფრთხილებს მკაცრად დასავლეთს და ამბობს, რომ არც კი უნდა იფიქრონ რეჟიმის შეცვლაზე ან უზენაესი ლიდერის ლიკვიდაციაზე, თორემ დაიწყება გლობალური საფრთხე. ასე საჯაროდ რეჟიმის ცვლილებაზე არ საუბრობს არც ამერიკა და არც ისრაელი, თუმცა ამაზე საუბრობს უკანასკნელი შაჰის შვილი რეზა ფეჰლევი, ის ირანელ მოსახლეობას აჯანყებისკენ მოუწოდებს. არა ომს, დიახ რეჟიმის ცვლილებას, ამას უკვე ირანში ამბობენ. შეიძლება თუ არა რეჟიმი ეს ჯერჯერობით არ ვიცით, თუმცა ვხედავთ კონფლიქტის გაგრძელებას. ახლა ყველას აინტერესებს ვართ თუ არა მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე, მიიღებს თუ არა ეს კონფლიქტი უფრო მასშტაბურ ხასიათს, ჩვენ ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას. მადლობა, ეს იყო ნათია ჩეხერე, რომელიც კურიერი პიესის პირდაპირ ეთერში საუბრობდა. ირანთან სამხედრო კონფლიქტის პარალელურად ისრაელს სხვა ქვეყნებთანაც აქვს დაპირისპირება. ბოლო 30 წლის ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს, მინიმუმ 10 სახელმწიფოსთან ჰქონია ისრაელს შეერაღებული კონფლიქტი. ბენიამინ ნეთანიაჰუ, ისრაელის ყველაზე ხანგრძლივად მმართველი პრემიერ-მინისტრი, პირველად ხელისუფლებაში 1996 წელს მოვიდა. მას შემდეგ ნეთანიაჰუს მმართველობის სამ სხვადასხვა პერიოდს თან ახლდა არაერთი მწვავე დაპირისპირება. ნეთანიაჰუს პრემიერობის პირველი ვადის დროს ისრაელმა მასშტაბური სპეცოპერაცია განახორციელა ლიბანში. ეს იყო 16 დღიანი სამხედრო დაპირისპირება, რა დროსაც 1000 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც. ამის შემდეგ იყო რამდენიმე წლიანი კონფლიქტი პალესტინელებთან, ქუჩის ბრძოლები, აფეთქებები, სამხედრო რეიდები. ასეთი ვითარება იყო ფაქტობრივად ყოველდღიურად 2000 წლიდან 2005 წლამდე. ებრაელებისა და პალესტინელების კონფლიქტი საკმაოდ რთული და მრავალმხრივია. პოლიტიკურ დაპირისპირებასთან მუდმივად გასდევს რელიგიური ასპექტიც. მთავარი კი, რასაც ეს ორი მხარე ვერ იყოფს, იერუსალიმია, ქალაქი, რომელიც სამი რელიგიის, იუდაიზმის, ქრისტიანობის და ისლამის წმინდა ადგილად მიიჩნევა. ამის პარალელურად კი ისრაელის თავის ტკივილია ჰეზბოლა, რომელთანაც თელ-ავივი მუდმივ დაპირისპირებაშია. 2006 წელს ტერორისტული ორგანიზაცია ჰეზბოლას მიერ ისრაელის ჯარისკაცების გატაცებას 34 დღიანი ომი მოჰყვა ლიბანთან. შედეგი მძიმე იყო. ათასობით გარდაცვლილი, მილიონობით ლტოლვილი და განადგურებული ინფრასტრუქტურა. 2009 წლიდან კი ღაზის სექტორსა და ისრაელს შორის გამწვავდა კონფლიქტი, განსაკუთრებით მძიმე შეტაკებები იყო 2012, 14 და 21 წლებში. ამ პერიოდში ისრაელს ბრძოლა უწევდა სირიასა და ლიბანშიც. მიზანი იყო ირანის მხარდაჭერილი ტერორისტული ორგანიზაციის ჰეზბოლას შეკავება. 2023 წელს კი ქვეყანა ჩაერთო ყველაზე მასშტაბურ კონფლიქტში ბოლო 10 წლეულების განმავლობაში. ისევ ღაზის სექტორი. 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის ტერორისტების თავდასხმა გახდა ღაზის ომის ახალი ფაზის დასაწყისი. ისრაელმა საჰაერო და სახმელეთო ოპერაციები განახორციელა ღაზაში, რომელიც ამ დრომდე გრძელდება. უკვე 2025 წლის ივნისში კი ბენიამინ ნეთანიაჰუმ განახორციელა ის, რისი მოლოდინით წლების განმავლობაში არსებობდა. ისრაელმა ირანის ბირთვულ ობიექტებს დაარტყა. ისრაელი გაჩერებას არ აპირებს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კი აცხადებს, რომ არ მისცემს ირანს ბირთვული იარაღის შექმნის უფლებას. აღსანიშნავია, რომ ყველა ამ კონფლიქტში ისრაელს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა ჰქონდა და აქვს.
დაფიქრდით რა მოხდება ირანს ისრაელის ქალაქებზე ჩამოსაგდებად ბირთვული იარაღი რომ ჰქონდეს. დაფიქრდით რა მოხდება ირანს 20,000 ასეთი რაკეტა რომ ჰქონდეს. არა ერთი, არამედ 20,000. ეს ისრაელისთვის ეგზისტენციალური საფრთხეა. სწორედ ამიტომ დავიწყეთ გადარჩენის ომი. ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი პილოტები ირანის ცის ზემოთ არიან. ირანი ძალიან მაღალ ფასს გადაიხდის მშვიდობიანი მოსახლეობის, ქალების, ბავშვების მკვლელობისთვის, რომელიც მან განზრახ განახორციელა. ჩვენ მივახწევთ ჩვენს მიზნებს და მათ დაუძლეველი ძალით დავარტყამთ. ირანის კიდევ ერთი მოკავშირე ჩინეთია, რომელიც ირანისგან ნავთობს ყიდულობს. ამ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას კი 2016 წელს მოეწერა ხელი, თუმცა დეტალურ 25 წლიან შეთანხმებას საბოლოოდ 2021 წელს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი მიზნად ისახავს ორი ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო ურთიერთობების გაღრმავებას. ეს შეთანხმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გეოპოლიტიკური კუთხით, რადგან ირანი დასავლეთისგან დაწესებული სანქციების ფონზე ახალ პარტნიორებს ეძებს. თეირანსა და პეკინს შორის გაფორმებული დოკუმენტი 400 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ითვალისწინებს. შეთანხმება მოიცავს ჩინური ინვესტიციების შესვლას ირანის თითქმის ყველა მნიშვნელოვან სექტორში. ეს იქნება პორტები, რკინიგზა, გზები თუ სხვა. ეს ყველაფერი კი ახლო აღმოსავლეთში ჩინეთის გავლენას ბუნებრივია აძლიერებს. ჩინეთი პარტნიორებისა თუ მისი არაკეთილმოსურნეებისთვის საკუთარი ძალის დემონსტრირებას საჯაროდ ახდენს, ქვეყანამ წყალბადზე მოქმედი ასაფეთქებელი მოწყობილობა გამოსცადა და წარმატებით. საუბარი არა ბირთვულ იარაღზე, არამედ სრულიად ახალი ტიპის ბომბზე, რომელიც არ საჭიროებს ბირთვულ მასალებს, თუმცა ქმნის თითქმის იდენტური სიძლიერის აფეთქებას. ასაფეთქებელი მასალის ძირითადი კომპონენტია მაგნიუმის ჰიდრიდი. წყალბადის ბომბის აფეთქების შემდეგ ტემპერატურა 1000 გრადუს ცელსიუსს აღწევს. ბომბი არა მხოლოდ დარტყმის ძალას, არამედ უზარმაზარ თერმულ ენერგიას გამოყოფს, რაც საშუალებას იძლევა ერთდროულად გაანადგუროს დიდი ტერიტორია. ჩინეთის სამხედრო ტექნოლოგიების ევოლუცია მხოლოდ ტრადიციულ იარაღზე აღარ არის ორიენტირებული, წყალბადზე მომუშავე ბომბი შესაძლოა გახდეს ახალი ეტაპი ენერგიაზე დაფუძნებული თანამედროვე შეიარაღების განვითარებაში. ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა პიკს აღწევს, ისრაელისა და ირანის სამხედრო კონფრონტაციის ფონზე კი რეგულარული რეისებისთვის ჩაკეტილია. გაუქმებული ავიარეისები, გადამისამართებული მარშრუტები და გაზრდილი საფრთხეები. საერთაშორისო საჰაერო სივრცე ახალ რეალობაშია. ჩვენ ახლა გვაქვს შესაძლებლობა პირდაპირ ეთერში ვნახოთ საჰაერო სანავიგაციო რუკა და თვითმფრინავების გადაადგილების მარშრუტი. ამ ვითარებაში საქართველოს ცა უსაფრთხოა. ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენ საჰაერო სივრცეში თვითმფრინავების ნაკადი საგრძნობლად გაიზარდა. საუბარია როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო ავიაკომპანიებზე, რომლებიც კონფლიქტის ზონის არიდებას ცდილობენ და ალტერნატიულ მარშრუტებს იყენებენ. ცვალებად მსოფლიოში ბევრი რამე იცვლება, მათ შორის იცვლება დიპლომატიის წესებიც, თუ ელჩები მასპინძელი ქვეყნებში და პოლიტიკურ საქმეებში თითქმის არასდროს ერეოდნენ, ახლა ეს ასე აღარაა. ჩნდება კითხვა, ვინ როგორ და რა მიზნით იყენებს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს, დიპლომატიას. საქართველოს ხელისუფლება საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს არადიპლომატიურ ქმედებებში ადანაშაულებს. წითელი ხაზი სწორედ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაა. პარლამენტის თავმჯდომარე პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოში მოქმედი კონკრეტული ელჩები უხეშად არღვევენ ვენის კონვენციის იმ მთავარ პრინციპებს, რაზეც ცივილიზებული სამყარო ჯერ კიდევ 64 წლის წინ შეთანხმდა. იზი ბურნაძესთან ერთად ვაგრძელებთ ამ თემაზე საუბარს. იზი, საღამომშვიდობისა. რას გულისხმობს ვენის კონვენცია და რა ვალდებულებებსა და ასევე პასუხისმგებლობებს აკისრებს ის დიპლომატებს? საღამომშვიდობის. მსოფლიო წესრიგის ახალმა კონტურებმა ბევრი სხვა ძველი კონტური წაშალა, მათ შორის სხვარი პოლიტიკასა და დიპლომატიას შორის. შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ დიპლომატიას ახალი წესებით. რთული გეოპოლიტიკური ვითარების მიმდინარე ომებისა თუ კონფლიქტების ფონზე, რაზეც ცოტა ხნის წინ ასევე თქვენ საუბრობდით, ვხედავთ იმასაც, რომ ზოგიერთ შემთხვევაში სიტყვაზე მეტი ძალა აქვს ცეცხლს და აი ამ შემთხვევაშიც ვხედავთ, რომ დიპლომატია აქვს ძალა დაკარგული. დაკარგულ ძალასთან ერთად აქტიურდება კითხვაც, რა არის ზოგადად დიპლომატია და რა არის
დიპლომატის მისია და თუ ჩვენ ამ შეკითხვას დავსვამთ არა გლობალურად, არამედ ლოკალურად ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს რეალობაში ვნახავთ, რომ საკმაოდ აქტუალურია ეს საკითხი, რადგან ბოლო პერიოდში ვისმენთ ხელისუფლების პირველი პირების მხრიდან გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგიერთი ელჩი და დიპლომატიური მისია არღვევს ვენის კონვენციას. ხშირად გვესმის ასევე ამ დოკუმენტის შესახებ და საინტერესოა, რას გულისხმობს ვენის კონვენცია, ხომ? ეს არის ერთ-ერთი მთავარი საერთაშორისო ხელშეკრულება დიპლომატიურ სამართალში, რომელიც სწორედ დიპლომატიურ ურთიერთობებს არეგულირებს. კონვენციით მხარეები ადასტურებენ, რომ ხელი უნდა შეუწყონ სახელმწიფოებს შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარებას და გაღრმავებას და არა პირიქით. ასევე საერთაშორისო კონვენცია ადასტურებს იმას, რომ პრივილეგიები და იმუნიტეტები ენიჭებათ კონკრეტულ ადამიანებს არა იმისთვის, რომ ეს პირადი სარგებლის მიზნით გამოიყენონ, არამედ იმისთვის, რომ დიპლომატიური წარმომადგენლობის ფუნქცია შეასრულონ, მათ შორის სწორედ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავება, რაზეც ცოტა ხნის წინ ვისაუბრე. რამდენიმე ათწლეულის წინ ვენაში დადებულ აი ამ ჩარჩო დოკუმენტს აქვს მუხლები, მათ შორის არის 51 მუხლი, რომელიც ასევე ალბათ ყველაზე ხშირად გაგვიგია და აი ამ 51 მუხლში შავით თეთრზე წერია, რომ კონკრეტულ ელჩებს და ნებისმიერ დიპლომატს არ აქვს არანაირი უფლება, რომ ჩაერიოს სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში და მეტი სიცხადისთვის შეგვიძლია ამოვიკითხოთ უშუალოდ ეს მუხლით და ციტატაც. თავიანთი პრივილეგიებისა და იმუნიტეტის შეულახავად ყველა პირი, ვინც ასეთი პრივილეგიებითა და იმუნიტეტით სარგებლობს, ვალდებულია პატივისცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებს და დადგენილებებს. ისინი აგრეთვე ვალდებული არიან არ ერეოდნენ ამ სახელმწიფოს საშინაო საქმეებში. აი ამას ვკითხულობთ ჩვენ ვენის კონვენციაში და ყველაზე ხშირად სწორედ აი ამ მუხლის დარღვევას ედავება საქართველოს ხელისუფლება კონკრეტულ ელჩებს. ბრალდებებს ჩვენ ვხედავთ, რომ თან ახლავს ხოლმე არგუმენტებიც, მაგალითად ასეთი იყო რამდენიმე დღის წინ რუსთავიორის ეთერში, ღამის კურიერში ქვეყნის პირველი კანონმდებლის მხრიდან გაჟღერებული მაგალითი ბრიტანეთის ელჩს ეხებოდა ეს ყველაფერი. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ კონკრეტულად ეს დიპლომატი ჩაერია ქვეყნის შიდა საქმეებში, მაშინ როდესაც ის ჩაერია საპარლამენტო არჩევნებში და ცდილობდა საზოგადოების განწყობაზე მოეხდინა გავლენა. შალვა პაპუაშვილმა წაუყენა ელჩს ეს ბრალდება, მან კონკრეტულ კითხვაზე მოითხოვა კონკრეტული პასუხი, თუმცა ვნახეთ, რომ ამ შემთხვევაში ადრესატის მხრიდან ამ დრომდე არის დუმილი. ფაქტია, რომ ბრიტანეთის ელჩი ჩაერია საპარლამენტო არჩევნებში. ის ცდილობდა გავლენა მოეხდინა მოქალაქეების აზრის ფორმირებაზე, მოეხდინა ეს გავლენა ქართული ოცნების წინააღმდეგ. შესაბამისად, მისი მიზანი იყო ქართული ოცნების დამარცხება და სხვის მოყვანა ხელისუფლებაში. ეს დამალობანასო თამაშობენ ელჩები, გამოვლენ რაღაცას იტყვიან, მერე ხმას არიღებენ და ეს რაღაც უკარებასავით არიან, ასე არ არის. რახან ჩაერთნენ ქართულ პოლიტიკაში, რახან შემოვიდნენ წინასაარჩევნო კამპანიაში და იყვნენ ამისი მონაწილეები, კეთილი ინებონ ახლა და მოიქცნენ როგორც პოლიტიკის მონაწილე სუბიექტები და გაგვცენ პასუხი, რატო ერეოდა ბრიტანეთის ელჩი არჩევნებში. ეს არის ბრალდება, რომელსაც მე მასთან დაკავშირებით ვაყენებ და გასცეს პასუხი. მოусმინეთ ქვეყნის პირველ კანონმდებელს კონკრეტულ მაგალითთან დაკავშირებით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბრიტანეთის ელჩი არ არის გამონაკლისი და უსამართლო მიდგომებზე და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე სხვა ელჩებისა და დიპლომატიური მისიების მისამართითაც საუბრობენ ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგალითად, ბოლო დროს აქტუალური იყო მაგალითად გერმანიისა და ევროკავშირის ელჩების საკითხიც. ხედავთ დიპლომატების მხრიდან ჩვენ ამ პერიოდში კონკრეტულ განცხადებებს და ვხედავთ იმიტომ, რომ ეს არ ხდება ვერბალურად, ეს არის ქარდებით და სხვადასხვა განცხადებებით გამოთქმული პოზიციები, ალბათ როდესაც ახალ წესებზე ვსაუბრობთ, აი ამ ჩარჩოში უნდა მოვაქციოთ და ამ კონტექსტში ვიგულისხმოთ ესეც, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ როდესაც აი ამ კრიტიკას არგუმენტებს უპირისპირებს მართველი გუნდი, უკვე აი ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს იმასთან, რომ პასუხს ადრესატები აღარ აბრუნებენ და აი თქვენ ახლა ფოტოს ხედავთ ეკრანზე, რომელიც არის ერთ-ერთი დასტური იმის, რომ რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის ელჩმა გამოაქვეყნა ფოტო, ნახეთ შალვა პაპუაშვილის შეფასება ძალადობის მიმართ, სოლიდარობა ძალადობის წახალისება დაწერა შალვა პაპუაშვილმა, თუმცა როდესაც ელჩთან აი ამ თემაზე დაისვა შეკითხვა, ნახეთ ისიც, რომ დიპლომატმა ძალადობის საკითხზე საუბარს თავი არიდა. კონკრეტულმა სახელმა და გვარმა დარეკა კონკრეტული კაბინეტიდან
მთავრობის მეთაური უახლესი წარსულიდან იმ ფაქტს იხსენებს, როდესაც გიორგი გახარია ერთმა ზარმა პრემიერ-მინისტრად აქცია. მაშინ ქართული ოცნებისთვის დაფარული გაცხადდა, ვისი დავალებით მოქმედებდა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი. ჩვენ გვიწევდა მანევრირება და მანევრირების შედეგი იყო და კომპრომისების შედეგი იყო ის, რომ სწორედ რომ კომპრომისის საფუძველზე გახდა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. დიდ ძალასთან ჰქონდა საქმე, ძალიან სერიოზულ ძალასთან, იმპერიასთან ასე დავარქვათ. და შესაბამისად ჩვენი სუვერენიტეტი იყო დაკნინებული. ეს იყო 2019 წელს, 2019-ის შემდეგ კი იყო 2022. როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. მიმდინარე მოვლენებმა მსოფლიოსთვის პოლიტიკური სურათი შეიცვალა მიდგომების საქართველოსთან მიმართებითაც. ხელისუფლების განცხადებით, პარტნიორები ჩვენი ქვეყნისგან რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნას მოითხოვდნენ. ომის დაწყებიდან 4 დღის შემდეგ, როდესაც ჩემს კაბინეტში ერთ-ერთი დიდი ქვეყნის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი ჩემს კაბინეტში იდგა და ერთი მნიშვნელოვანი ქვეყნის, რომელიც ბევრ რამეს ხვეთს, ჩემს კაბინეტში იჯდა და მეუბნებოდა, ახლა გადაწყვიტეთ თეთრი თუ შავი და ახლა ან მიდიხართ ესკალაციაზე, ან აწესებთ სანქციებს, ან ხართ მაშინ ცუდის მხარეს. და როცა დაუფიქრებელ ქმედებებს ხელისუფლებამ პრაგმატული პოლიტიკა არჩია, პარტნიორების მხრიდან ტონი კიდევ უფრო გამკაცრდა, მაგრამ ამჯერად შეიცვალა საქართველოს მიდგომაც. ღიად ითქვა, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, ისე როგორც არასდროს. შესაბამისად, ქვეყანა ყველასგან სამართლიან მიდგომას ელის. ბოლო 2 საუკუნის მანძილზე საქართველო არასოდეს ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორიც არის დღეს. ჩვენ გამოვიარეთ 4 ომი. საქართველოს სუვერენიტეტის 9 წლიანი ხელყოფა და სისხლიანი ავტორიტარიზმი. თუმცა თავისუფლების მოყვარე ქართული ხალხის გენმა აქაც იმძლავრა და საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა, თავისუფლება და დემოკრატია, რაც დღეს ჩვენი ქვეყნის წინსვლას, განვითარებასა და ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას ყარ ნიადაგს უქმნის. სამართლიან მიდგომასთან ერთად დღის წესრიგშია ორი ქვეყნის, საქართველო ამერიკის ურთიერთობის გადატვირთვის საკითხიც. თბილისსა და ვაშინგტონს დიდი მანძილი აშორებს, თუმცა იდეოლოგიურმა თანახვედრამ კილომეტრები არათუ შეამცირა, არამედ საერთოდ გააქრო. ეს მას შემდეგ, რაც ოვალური კაბინეტი დონალდ ტრამპმა მეორედ დაიკავა. ამერიკის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტის მეორედ მოსვლიდან 5 თვეში საქართველოში ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გამოგზავნილმა ელჩმა 33 წლიანი დიპლომატიური მისია დაასრულა და პენსიაზე გავიდა. გადაწყვეტილებას წინ საელჩოს გვერდზე გამოუქვეყნებელი ამბავი უძღოდა. დონალდ ტრამპის მიერ გამოგზავნილი მისალოცი წერილი, რომლის ადრესატიც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი იყო. ისე როგორც სხვა ბევრი დიპლომატის ეს ნაბიჯიც არა დიპლომატიურ ქმედებად შეფასდა. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ამერიკის პრეზიდენტის ესე როგორ გითხრათ, 2 დღით ადრე გამოაქვეყნა პოსტი სტეიკისთან დაკავშირებით. არა, თქვენ შეიძლება ნახეთ საელჩოს თანამშრომლები როგორ წვავენ სტეიკს და 2 დღით გვიან ამერიკის პრეზიდენტმა რომ მისწერა საქართველოს პრეზიდენტს წერილი, ეს არ გამოაქვეყნა. შეთვის თავარი არის რომ საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა იყოს დაფუძნებული ორივე ქვეყნების ხალხების ინტერესებზე, რასაც საუბრობს მათ შორის დღევანდელი სახელმწიფო მდივანი. დიპლომატის როლი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დაახლოება. დაიწყება თუ არა სტრატეგიის ცვლილება შტატებიდან. საქართველოს ნაბიჯი გადადგა. წარდგენილია ახალი ელჩი. დონალდ ტრამპმა აგრემანი უკვე დაამტკიცა. ახლა ჯერი ტრამპის ადმინისტრაციაზეა, რადგან ამერიკის საელჩო საქართველოში დღეს ელჩის გარეშეა. გადატვირთვის პოლიტიკა კი ყოველდღიურად უფრო რეალური ხდება. არგუმენტად დონალდ ტრამპის ის ნაბიჯები და გადაწყვეტილებები სახელდება, რომელთანაც ქართული ოცნება იდეოლოგიურ თანახვედრას ხედავს. დიპლომატიური ურთიერთობების გადატვირთვას საქართველოს არამხოლოდ ამერიკას თავაზობს. ასეთი პირობაა ყველა ქვეყნის ელჩთან, რომელსაც მართველი გუნდი ქვეყნის შიდა საქმეში ჩარევაში ადანაშაულებს. მოწოდება ასეთია: დაუბრუნდნენ დიპლომატიურ ჩარჩოს ელჩები, რომლებიც უპირობო მხარდაჭერას უდასტურებენ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებმაც კანონი დაარღვიეს. მათ შორის მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, რომლებიც მომჩივანი ბიზნესმენის მტკიცებით მწვანილის ბიზნესში თაღლითური სქემით მოქმედებდნენ, რამაც ბოსტნეული საქმე გაკოტრებამდე მიიყვანა. კურიერი პიესმა ექსკლუზიურად მოიპოვა დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ რამდენიმე დღის წინ TBC კაპიტალის აქციებს ყადაღა დაედო და კომპანიას ორ საფონდო ბირჟაზე აქციების გასხვისება აეკრძალა. ეს არის სასამართლოს განჩინება, რომელშიც
შავით თეთრზე წერია, რომ TBC კაპიტალის აქციებს ყადაღა დაედო ბიზნესმენ ალექსანდრე ამაშუკელის მოთხოვნის საფუძველზე და ეს არის დოკუმენტი, რომელიც კურიერი PS-მა მოიპოვა. მომჩივანი ბიზნესმენი, რომელიც 2017 წელს TBC კაპიტალის შეთავაზებას დათანხმდა და ხაზარაძე ჯაფარიძის პროექტში $1,450,000 დააბანდა ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. თანხა ბიზნესმენმა კომპანია იმერეთი გრინერიში ჩადო, რომელიც გაკოტრდა და აუქციონის წესით გაიყიდა. კომპანიასთან თანამშრომლობა დროზე ადრე გაწყვიტა საპარტნიორო ფონდმაც და საკუთარი ინვესტიცია თითქმის სრულად გაიტანა. ჩვენ მოვიპოვეთ ეროვნული ბანკის განკარგულებაც. კონფიდენციალურ დოკუმენტში წერია, რომ TBC კაპიტალმა კანონით დადგენილი მოთხოვნები დაარღვია და ინვესტორებს არ მიაწოდა ინფორმაცია რისკების შესახებ, რის გამოც კომპანია დაჯარიმდა. ბიზნესმენის ადვოკატი ბეჟა ნემსაძე თაღლითურ სქემაზე საუბრობს, რომლის მიღმაც იურისტი იმერეთი გრინერის განზრახ გაკოტრებას ხედავს. ხათუნა გაგნიძის რეპორტაჟი. ჩემო კლიენტმა ჩადო აღნიშნული $1,000,000 კინცში და ოხრახუში. შესაბამისად განიცადა ზიანი. სასამართლოს მიერ მიღებული იქნა უპრეცედენტო გადაწყვეტილება შეპეს TBC კაპიტალის ორ საფონდო ბირჟაში არსებულ საწესდებო კაპიტალში მოხდა აქციების დაბადება. TBC კაპიტალის აქციები სასამართლომ ბიზნესმენ ალექსანდრე ამაშუკელის მოთხოვნით დააყადაღა. ეს ის ბიზნესმენია, რომელიც TBC ბანკის დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს თაღლითური სქემის შექმნაში ადანაშაულებს და სამართლებრივ ბრძოლას უცხადებს. მისი სამოქალაქო სარჩელი უკვე თბილისის საქალაქო სასამართლოშია. სასარჩელო მოთხოვნა კი TBC ბანკის მფლობელობაში არსებული შპს TBC კაპიტალისგან $1,450,000 დაბრუნებაა. თითქმის $1,500,000 როგორც ბიზნესმენის ადვოკატი განმარტავს ბოსტნეულის კომპანია იმერეთი გრინერიში ჩადო. ამ კომპანიის ობლიგაციების ყიდვაში კი ის TBC კაპიტალმა დაარწმუნა, მაშინ როდესაც კომპანიას უკვე ფინანსური პრობლემები ჰქონდა. ალექსანდრე ამაშუკელი ამ ეტაპზე საჯაროდ გამოჩენისგან თავს იკავებს. კურიერი PS ინტერვიუ მისმა ადვოკატმა მისცა. იმ პერიოდისთვის, როდესაც აღნიშნული კომპანია დაარსდა, ფიზიკური პირები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე იყვნენ აღნიშნული კომპანიის 15%-იანი წლის მფლობელები. ჩემი კლიენტის მიერ 2017 წლის 30 ოქტომბერს იქნა შეძენილი აღნიშნული ობლიგაციები, ფასიანი ქაღალდები, ესე ვთქვათ. და შესაბამისად ისე მოხდა, რომ ამ პერიოდისთვის უკვე ფიზიკური პირები აღარ იყვნენ აღნიშნული იმერეთი გრინერის წილების მესაკუთრეები. და უკვე ნიდერლანდებში დაფუძნებული კომპანია იყო Georgian Fresh Holding-ი, მესვეურებიც და მესაკუთრეებიც გახლდათ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. ამავე პერიოდში 2017 წლის ოქტომბრის და ნოემბრის მდგომარეობით TBC კაპიტალის 100%-იანი წილის დამფუძნებელი გახლდათ სააქციო საზოგადოება TBC ბანკი და TBC ბანკის სამეთვალყურე საბჭოს თავმჯდომარე იყო მამუკა ხაზარაძე, თავმჯდომარის მოადგილე ბადრი ჯაფარიძე. შესაბამისად ამ ტრანზაქციების განხორციელების დროს იყო სამხრივი ინტერესი და ყველა კომპანიის უკან იდგნენ აღნიშნული პირები. მათი რეპუტაციის გამოყენებით მოხდა ამ არალიკვიდურ კომპანიაში სხვადასხვა პირების მონაწილეობა და პლუს მიგვაჩნია, რომ ობლიგაციების გამოცემა არალიკვიდურ კომპანიაში. რამდენიმე დღის წინ სასამართლომ ბიზნესმენის მოთხოვნების ნაწილი დააკმაყოფილა. TBC კაპიტალს აკრძალვები დაუწესა. კურიერი PS-მა მოსამართლის განჩინება მოიპოვა. მოპასუხე TBC კაპიტალს აიკრძალოს თბილისის საფონდო ბირჟის 61,299 წალი აქციის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა. საქართველოს საფონდო ბირჟის 520,000 წალი აქციის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა. შეპს TBC ტრეიდის 100%-იანი წილის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა. TBC კაპიტალის დირექტორს ყადაღაზე საუბარი არ სურს. ყადაღა დაედო ორ საფონდო ბირჟაზე, ანუ აპირებთ თუ არა გასაჩივრებას? ვერ გავაკეთებ კომენტარს, ნახავთ. ყადაღამდე იყო ჯარიმა. ჩვენ მოვიპოვეთ ეროვნული ბანკის განკარგულება. დოკუმენტი, რომლითაც ირკვევა, რომ TBC კაპიტალი ინვესტორებისთვის არასრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების გამო დაჯარიმდა. TBC კაპიტალის მხრიდან ინფორმაციის არასათანადოდ მოკვლევამ გავლენა იქონია ინვესტორებზე, ვინაიდან მათ არ მიეწოდათ ინფორმაცია საპარტნიორო ფონდთან დადებული შეთანხმების თაობაზე. ეს ინფორმაცია წარმოადგენდა ინვესტიციის ვარგისიანობისა და რისკიანობის თაობაზე მნიშვნელოვან მონაცემს. შესაბამისად, TBC კაპიტალმა დაარღვია კანონითა და წესით დადგენილი მოთხოვნები. იმერეთი გრინერის პარტნიორი 2015 წლიდან საპარტნიორო ფონდი გახდა და სასათბურე მეურნეობის განვითარებაში
400,000 ევროს ინვესტიცია ჩადო. ფონდის მანდატის მიხედვით ის პროექტიდან პარტნიორთან შეთანხმებულ დროში გადის, რაც იმერეთი გრინერის შემთხვევაში სასამართლოს გარეშე ვერ შეძლო. კურიერი პიესი ფონდში დეტალების გასარკვევად მივიდა. განგვიმარტეს, რომ კომპანიის წინააღმდეგ გადახდის უნარობის საქმის აღძვრამდე პროექტის გადასარჩენად დიდხნიანი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუმცა იმერეთი გრინერის ხელმძღვანელობამ სანდო გეგმა ვერ წარმოადგინა, რის შემდეგაც საპარტნიორო ფონდმა სასამართლოს მიმართა. ამის შემდეგ იმერეთი გრინერი გაკოტრდა და აუქციონის წესით გაიყიდა. თანხა კი კანონმდებლობით დადგენილი პრიორიტეტებით კრედიტორებს გაუნაწილდათ, მათ შორის მოხვდა საპარტნიორო ფონდი. მოლოდინები ვერ შესრულდა, მაგრამ ამოვიღეთ იმდენი თანხა, რისი ამოღებაც მაქსიმალურად შესაძლებელი იყო ამ პროცესიდან. სამწუხაროდ პროექტ შეექმნა პრობლემები, რის გამოც 2021 წლის მარტში დავიწყეთ გადახდის უნარობის საქმის წარმოება, რომელსაც წინ უძღოდა ხანგრძლივი მოლაპარაკებები. ვერ მივახციეთ შეთანხმებას, რაიმე რეალისტური გეგმა ვერ შემუშავდა და ამის გამო მოგვიწია გადახდის უნარობის საქმის წარმოების აღძვრა. სამწუხაროდ სასამართლოს ჩარევის გარეშე ეს ვერ მოხდა. ეს საქმე გადაიზარდა მე გაკოტრების საქმის წარმოებაში. განახლა ვიმყოფებით სამტრედიაში, კომპანია იმერეთი გრინერიში, რომელიც ჩვენ ჰოლანდიელ პარტნიორებთან ერთად დაუფუძნეთ 2014 წელს. ირკვევა, რომ ბიზნესმენი ალექსანდრე ამაშუკელი მხოლოდ ერთ-ერთი დაზარალებულია, თუმცა არა ერთადერთი. ფინანსური ზიანი სხვა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმაც მიიღეს, მათ შორის უცხოელმა ინვესტორებმა. საჯარო წყაროების დაყრდნობით 10-ობით მილიონზეა საუბარი. რითიც არიან დაზარალებული როგორც ჩემი კლიენტი, ასევე სხვა ფიზიკური და იურიდიული პირები. ჩვენ შევქმნით საქართველოში უნიკალური ტექნოლოგიის სასათბურე მეურნეობა 2 ჰექტარზე. პირადად მამუკა ხაზარაძის მიერ დარეკლამებულ ამ ბიზნესში ინვესტიციის ჩადება ალექსანდრე ამაშუკელს TBC ბანკის VIP კლიენტის სტატუსით შესთავაზეს. პირველი წინადადება ანაბრის თანხით ბოსტნეულის მწარმოებელი კომპანიის ობლიგაციების ყიდვაზე ბანკის თანამშრომლისგან მიიღო. ადვოკატი ამბობს, რომ ბანკის წარმომადგენელი მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დავალებით მოქმედებდა და ინვესტიციის სანდოობასაც იმით ხსნიდა, რომ კომპანია იმერეთი გრინერი სწორედ ხაზარაძე ჯაფარიძის მიერ იყო დაფუძნებული. გარიგებაც ნდობის ფაქტორის გამო შედგა. ეს დეტალები იმ განცხადებაში აღწერილი, რომელიც გამოძიების დაწყების მოთხოვნით ბიზნესმენის ადვოკატმა პროკურატურაში შეიტანა. ანაბარზე განთავსებული თანხა, რომელიც კონფიდენციალურია და მხოლოდ ბანკსა და კლიენტ შორის ურთიერთობას მოიცავს, ალექსანდრე ამაშუკელს, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ მოტყუებით შეატანინეს თავისივე დაფუძნებულ კომპანიაში, იმერეთი გრინერიში. ბანკის მმართველმა რგოლმა თავისი კლიენტის ნდობით ბოროტად ისარგებლა, რითაც ალექსანდრე ამაშუკელს მიადგა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ზარალი. ამ განცხადებით ადვოკატი პროკურატურას TBC ბანკის იმ თანამშრომლის გამოკითხვასაც სთხოვს, რომელმაც მისი ვარაუდით ხელმძღვანელობის დავალება შეასრულა. კურიერი პიესი განცხადებაში ნახსენებ პირს დაუკავშირდა, თუმცა ბანკის თანამშრომელმა კითხვები უპასუხოდ დატოვა. ადვოკატის განცხადებაში წერს, რომ თქვენ შესთავაზეთ ბიზნესმენს, რომ ანაბრის თანხა ჩაედო ობლიგაციებში. მე არ მაინტერესებს ვინ რას წერს. სადაც საჭიროა და რაც საჭიროა, მე იმას ვაკეთებ, ჩემს საქმეს ვაკეთებ, ვაგრძელებ მუშაობ TBC-ში და თქვენ კარგად წამდებოდეთ. კურიერი პიესი ხაზარაძე ჯაფარიძეს პრესსამსახურის მეშვეობით დაუკავშირდა. მათ ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარზე უარი გვითხრეს. შესაბამისად უცნობია, რას ეტყვიან გამოძიებას თუ კი მათ ამ საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარებენ. კურიერი პიესმა გაარკვია, რომ პროკურატურამ სავარაუდო თაღლითური სქემის ძიება ფინანსურ პოლიციას გადააბარა. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნულ საქმეში უახლოეს პერიოდში ვიქნებით დაზრალულად ცნობილები. ვაპირებთ, რომ აუცილებლად მივმართოთ უცხოეთში არსებულ საფონდო ბირჟებს. მავნეცხიმი მარგარინში ახალი კვლევა. საცხობები და საკონდიტროები, ვინ იყენებს ჯანმრთელობისთვის საშიში შემადგენლობის მარგარინს? მარნეული, სოფელი წერეთელი, უმძიმესი ამბავი, რომელმაც მთელი რეგიონი შეძრა. სარწყავ არხში ბავშვებმა გარდაცვლილი ჩვილი იპოვეს. კურიერი პიესთან მოზარდები იხსენებენ, რომ თავდაპირველად მათ ახალშობილის ცხედარი თოჯინა ეგონათ, თუმცა რეალობა მალევე გაირკვა. გამოძიება დაწყებულია, ექსპერტიზა უკვე ჩატარდა, იძებნება დედა. უნდა გაირკვეს, ვინ და რატომ გაიმეტა ახალშობილი. ადგილობრივების ვერსიით, ჩვილის დედა არასრულწლოვანია. მირიამ ბოქოლიშვილის რეპორტაჟი.
ბავშვები ათამაშებდნენ, უკლია ეგონა, პატარა ბავშვები და მე უნახიათ რომ დიდი ის ყოფილა, ბავშვი ყოფილა. მარნეული სოფელი წერეთელი ეს უმძიმესი ამბავი ადგილობრივებში ელვის სისწრაფით გავრცელდა. სარწყავ არხში მოზარდებმა ჩვილის ცხედარი აღმოაჩინეს. ახალშობილი თავიდან სათამაშო თოჯინა ეგონათ, თუმცა მალევე გაირკვა, რომ საქმე შემზარავ დანაშაულთან ჰქონდათ. მამა, აი ეს ხარეს იყო და ვინ იყო, ვინ აღმოაჩინა ბავშვი? ბავშვები იყვნენ. ხალი, რომლის სახლთანაც ახალშობილი ბიჭი სარწყავ არხში იპოვეს კურიერი პიეს შემთხვევის ადგილს აჩვენებს. გვიყვებიან, რომ ფაქტი ყველასთვის დაუჯერებელი და შოკის მომგვრელი აღმოჩნდა. გარდაცვლილი ჩვილი ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. პოლიცია კი ადგილზე მთელი დღის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდა. წაიყვანეს ექსპერტიზებზე, ის ყველაფერს. აქ იყო პოლიცია და ის ყოფილა ხო? აგერ ცხოვრობდნენ და გავიხედე და გზა გადაკეტილი იყო გზები. ძილიდან როიპორეს მის მერე საღამოძინ ასე 5 საათამდე გადაკეტილი იყო გზები. და პოლიცია რას ამბობდა? არის მე ახლა ხარ მივიდოდი კა. კურიერი პიესთან მომხდარს იხსენებს ის მოზარდიც, რომელმაც სახლის მიმდებარედ სარწყავ არხში ჩვილის ცხედარი პირველმა ნახა. პოლიციას ვინ შეატყობინა? რა პერიოდი იყო? ერთ-ერთი ვერსიით ახალშობილის სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯერ ჭაში ჩააგდეს. აქედან კი დინებამ წყლის ამ მილის გავლით საცხოვრებელი სახლების გასწვრივ არხში გამორიყა. ცხედარი სწორედ იმ ადგილას ნახეს, სადაც არხში დამცავი ბადია მოწყობილი. ხევერ ჩააგდო. იდეალურად ამე ან აიძახა წყალმა ხო წამოიღო. ეს სხვაგან ჩააგდეს და წყალმა წამოიღო, ხო? რაიციან მომხდარის შესახებ სკოლაში. კურიერი პიესთან დირექტორი ამბობს, რომ ფაქტი საგანმანათლებლო დაწესებულებას არ უკავშირდება და გამორიცხავს, რომ გამოძიება ამ მიმართულებით წავიდეს. ძალიან მოხდებით ყველაფერს. აკონტროლებს, რომ იცოდეთ როგორ ჩაკეტილი სიტუაცია. საბოლოოდ ყველაფერზე პასუხს ვერ აგებ, მაგრამ მაგი რომც იყოს, ჩვენ თვითონ მოვიძიებდით. პოლიციას რამე არ ქონია თქვენთან კომუნიკაცია? არავინ იცის, ვინ და რატომ გაიმეტა დაბადებიდან რამდენიმე საათში მცირეწლოვანი ბავშვი. სოფელში ვარაუდობენ, რომ ჩვილის დედა შესაძლოა თავადაც არასრულწლოვანი იყოს. ის არის ხაიმიდან მოყვანილი ესა ჩვილი და ჩაგდებულია იქ რომ დაეფარათ კვალი. იქ არ ახლო მაინც იმას დავდნენ და აქ ვერან გაიგებდა ახლა ვინ არავინ. შეიძლება კიდევაც აიძულა მშობლებმა, მაგრამ თუ აგიძულა კაცო, აიყვანი ის ბავშვი და სახაცად დასვია, ან კიდე იმასაკენი, მაგრამ ის ჭიპლარი რატო ხდება? მე ეგეც სააკითხავი. ფსიქოემოციურ ფონზე მიღებული დანაშაულებრივი ნაბიჯი თუ იწულება. გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს. კონკრეტულად ეს დანაშაული, რომელიც 24 საათში დგება შემოშობერობის შემდგომ, ცალკე კატეგორია დანაშაულებში, ზუსტად იმიტომ, რომ ძალიან დიდი წვლილი არის ნეიროფიზიოლოგიური მდგომარეობის და არა თქვათ განზრახვის. ფსიქოლოგი ნინა გოგოხია უკვე წლებია მუშაობს ქალებთან, რომლებსაც შესაძლოა კანონთან პრობლემები ჰქონდეთ. მის პაციენტებს შორის ყოფილან ისეთებიც, რომლებიც სასჯელს სწორედ შვილის მკვლელობისთვის იხდიან. ფსიქოლოგი გვიყვება, თუ რა შეიძლება ვითარდებოდეს ადამიანის გონებაში, როცა ის მსგავს დანაშაულზე მიდის. ვიმსჯელოთ, რომ შეეძლო, ხო, რა მის თქმა, ზუსტადაც შეიძლება არ შეეძლო და იქ შეიძლება ფემიციდი დადგეს, როდესაც იგებ, რომ ორსულად არის შენი ოჯახის წევრი და შენთვის კულტურულად მიუღებელია ორსულობა და ის კი არა რომ ხარდაჭერა და ხარში დავდგეთ ჩვენ კულტურაში პირიქით ხო ანუ პატრიარქატის კონტექსტი ისე რომ ხალე ესე არასასურველ ბავშვს არაჩენს და ვერაჩენს და ეს არის მიღებული ნორმა და არა ის რომ ჩვენ ხარში დავდგეთ. ეხლაც კი განვიკითხავთ რომ რატომ არ მიმართა, მაგრამ ვის როცა არ ყავს ეს გარემო, ზუსტად ეს იწვევს ამ ქცევას და რომ ყოლა და ის ვისაც თქვათ დახმარების ხელის გამოწვევა შეეძლო, რა თქმა უნდა, ეს შედეგიც არ დადგება. იცით როგორი აზროვნება ამან, რომ ვერ მოვახერხებ. ანუ ვერ გავზდი ბავშვს. არა ის რომ მე ხა აქ ცხოვრება მაქვს მოწესრიგებული, არა, უბრალოდ ეს რომ უარყოფა, რომ საერთოდ ორსულად ხარ, რომ აი ეს გეგმა, რომ არც განიხილება.
მარნეულის რაიონში მომხდარ ფაქტზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით მიმდინარეობს, თუმცა ბრალდება სავარაუდოდ გადაკვალიფიცირდება მას შემდეგ, რაც პოტენციური დამნაშავის ვინაობა და მოტივი დადგინდება. მარგარინი და სპრედი იაფასიანი ალტერნატივა, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობას ძვირი უჯდება. ბოლო ლაბორატორიულმა კვლევამ საქართველოში გაყიდვაში არსებულ პროდუქტში დასაშვებზე 6-ჯერ მეტი ტრანსხიმი აღმოაჩინა. საეჭვო პროდუქტი გაყიდვიდან უკვე ამოღებულია. ინსულტის და ინფარქტის განვითარების რისკი, გულსის ძარღვთა დაავადებები, ჭარბი წონა. ტრანსხიმების უსაფრთხო დოზა არ არსებობს. მცირე ოდენობამაც შესაძლოა ძალიან ცუდი გავლენა იქონიოს ჩვენს ჯანმრთელობაზე. სპეციალისტების რეკომენდაციებს მოისმენთ მარიკა გოცირიძის რეპორტაჟში. მარგარინი, სპრედი, სამარხო კარაქი. ამ სახელწოდებებით ფერადი შეფუთვები გვპირდებიან ომეგა-3-ს, დაბალ ქოლესტერინს, მცენარეულობას, მაგრამ ის ორგანიზმში სულ სხვა ზრახვებით აღწევს. სოფლიო ბაზარზე მცენარეული მყარი ცხიმის დიდი არჩევანია და დიდია კითხვის ნიშანიც. რამდენად ჯანსაღია ეს პროდუქტი? გასულ საუკუნეში სპრედი კარაქის იაფფასიანი ვერსიის იდეით შეიქმნა მცენარეული ზეთის გადამუშავების და გამყარების ფორმულით. შემდეგ ჯანმრთელობაზე შეტევის უხილავი იარაღად იქცა. გააჩინა ეჭვები და დაიწყო კვლევები. საქართველოს ბაზარზე არსებული მარგარინების ბოლო კვლევა მომხმარებელი ჯიმ ჩაატარა. საკვლევი სურსათი შემთხვევითი პრინციპით შეირჩა როგორც ქსელურ მარკეტებში, ისე მცირე ზომის ჯიხურებში. ნიმუშები თურქეთის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში შემოწმდა. შედეგი ასეთია: საქართველოში თურქეთიდან იმპორტირებული ეს საბუტერბროდე მცენარეული ცხიმი საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. მასში ლაბორატორიული კვლევისას დასაშვებ ნორმაზე 6-ჯერ მეტი ტრანსცხიმი, ანუ ქიმიური გადამუშავებისას წარმოქმნილი მავნე ცხიმი აღმოჩნდა. ჩვენი კონტროლის ზონის ძიება საპასუხო იყო ის, რომ სურსათი, რომელზეც იყო საუბარი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ, რომ იქ იმის კვლევის შედეგად მასში აღმოჩნდა ტრანსხიმზე ნორმაზე მეტი რაოდენობა, ჩვენს მიერ ის კონკრეტული პარტია ამოვაღებინეთ ბიზნეს ოპერატორს და ამავე დროს გამოგვაკვლევინეთ სახელმწიფო ლაბორატორიაში. იმპორტიორს მიეცა მითითება და შენიშვნა, რომ თუ მას სურსო ჩვენ ბაზარზე განათავსოს აი კონკრეტული დასახელების სურსათი, ამ შემთხვევაში ჩვენი კანონმდებლობით 100 გრამ სურსათზე გადაანგარიშებით 2 გრამზე მეტი ტრანსხიმი არ უნდა ყოფილიყო. საეჭვო პროდუქტი საქართველოში ამ დროისთვის გაყიდვაში აღარ არის, მაგრამ სხვა მწარმოებლის და სხვა შეფუთვით იმპორტირებული თუ ადგილზე წარმოებული ბევრია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვლევამ მათში ტრანსხიმების ჭარბი რაოდენობა არ დაადგინა, მათ სიჯანსაღეში ეჭვი შეაქვთ სპეციალისტებს. რო დავაკვირდეთ ინგრედიენტებს, თუ რის გამზადდება ხომ, არაფერი კავშირი არ აქვს ამ პროდუქტს სიჯანსაღესთან, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ეს არის ხელოვნურად მიღებული პროდუქტი, ტექნოლოგიის გამოყენებით, ამ შემთხვევაში ჰიდროგენიზაციის გამოყენებით, მას ემატება ძალიან ბევრი კონსერვანტები და საკვები დანამატები, რომ შემდგომ უკვე ეს მყარი მასა იქნეს შენარჩუნებული დიდი ხნის განმავლობაში. ემატება ვადის გამახანგრძლივებელი, ასევე საღებავი რომ მიიღოს, ასე ვთქვათ, მოყვითალო-ფერი და რაღაც კავშირში იყოს თითქოს კარაქთან და ასევე სხვადასხვა სახის კონსერვანტები. ანუ ამ კონსერვანტების გარეშე ეს მასა ვერ გაძლიერთ დიდი ხნის განმავლობაში და ესეთი ინგრედიენტებით შედგენილი პროდუქტი, რა თქმა უნდა, არის არაჯანსაღი. არაჯანსაღი პროდუქტი არასასურველი სტუმარია ადამიანის ორგანიზმისთვის. ექიმებს ვრცელი ჩამონათვალი აქვთ, რას იწვევს ტრანსხიმები. ზრდის ცუდი ქოლესტერინის დონეს, რაც აისახება გულსიზრდეთა სისტემის დაავადებებზე, ზრდის ინსულტის და ინფარქტის განვითარების რისკს და ასევე ზოგადად ზრდის ანთებითი პროცესების დონეს ჩვენს ორგანიზმში. ტრანსხიმები ზოგადად მაღალკალორიული პროდუქტები არის და თუ მათ დიდი ოდენობით ვიღებთ, ეს შემდეგ აისახება ჩვენს ჭარბწონაზე და სიმსუქნეზე. უსაფრთხო დონე ტრანსხიმების არ არსებობს. მცირე ოდენობა მათ შეიძლება იქონიოს ძალიან ცუდი ზეგავლენა. მიუხედავად რისკებისა, თუ არჩევანს მაინც სპრედზე ვაკეთებთ, სასურველია გავეცნოთ ეტიკეტს. თუ უარს ვამბობთ მარგარინის მოხმარებაზე, ფრთხილად უნდა ვიყოთ საცხობებსა და საკონდიტროებში ნაყიდ პროდუქტებთან. სწორედ ასეთი ობიექტები იაფი გამოსავლის მიზნით იყენებენ მცენარეულ ცხიმს კარაქის ალტერნატივად.
სოფლიოში ყველაზე იდუმალი ნაგებობა, რომელიც საუკუნეებია მეცნიერების თავსატეხია, ახალ თავსატეხს აჩენს. ეგვიპტე, ადგილი, სადაც ისტორია და მისტიკა ერთმანეთს ერწყმის. რა ხდება საუკუნეების წინ ნილოსის ნაპირზე აგებული გრანდიოზული პირამიდების ქვეშ? ან ხდება თუ არა საერთოდ რაიმე? ეს არის კითხვა, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა. მეცნიერები ფილიპო ბიონდი და კორადო მელანგა, რომლებმაც წლის დასაწყისში განაცხადეს, რომ გიზის პირამიდების ქვეშ უზარმაზარი მიწისქვეშა ქალაქი აღმოაჩინეს, ახლა ამტკიცებენ, რომ მეორე ქალაქიც იპოვეს. დაუჯერებელია, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ხეფრენისა და მენკაურას პირამიდების ქვეშ უზარმაზარი ინფრასტრუქტურა არსებობს. თუ ამ თეორიას დაუჯერებთ, მიწისქვეშ დაახლოებით 1 კილომეტრის სიღრმეზე გიგანტური ცილინდრული სვეტებია. ამ სვეტების დიამეტრი კი საკმაოდ დიდია, დაახლოებით 12 მეტრი. გარე კედლებს სპირალური კიბეებიც კი მიუყვება, თუმცა კვლევაში დამატებითი დეტალები არ წერია, თუნდაც რა მასალისგან შედგება თითოეული სვეტი. და მთავარი, რა ხდება კიდევ უფრო სიღრმეში. მკვლევარები ამტკიცებენ, რომ სვეტები კუბის ფორმის ორ სტრუქტურაზე დგას. მიწისქვეშა ქალაქი აღჭურვილია წყალმომარაგების სისტემით. სხვადასხვა დარბაზი ერთმანეთს დერეფნებით უკავშირდება. იტალიელ მკვლევართა გუნდმა გიზის პირამიდების მიწისქვეშა ტერიტორია რადარების მეშვეობით შეისწავლა. ახლა კი ამბობენ, რომ პირამიდები, რომლის აგების მეთოდი დღემდე ბურუსით მოცულია, მიწისქვეშა გიგანტური ქალაქის მხოლოდ ზედაპირული ნაწილია. მიიჩნევა, რომ გიზის კომპლექსი დაახლოებით 4500 წლისაა. საწინააღმდეგოს ამტკიცებენ იტალიელი მეცნიერები, რომლებიც ფიქრობენ, რომ პირამიდები 38000 წელს ითვლის. მართალია, ფილიპო ბიონდი და კორადო მელანგა კონსპირაციული თეორიების ცნობილ მიმდევრებად ითვლებიან, თუმცა მათმა ახალმა აღმოჩენამ მთელი მსოფლიო აალაპარაკა. მარიამ შანშიაშვილის რეპორტაჟი. ეგვიპტე, უძველესი ცივილიზაციის ადგილი. ადგილი ნილოსის სანაპიროზე, ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში, სადაც 1000 წლეულების ცოდნა და მისტიკური ისტორიები ინახება. სოფლიოს პირველ საოცრებად მიჩნეული პირამიდები, ეგვიპტის ფარაონებისთვის აგებული ძვალშესალაგები. საუკუნეების განმავლობაში კაცობრიობისთვის ეგვიპტის პირამიდები ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ და შთამბეჭდავ ნაგებობებად რჩება. დღეს შემორჩენილი ეგვიპტის 100-მდე პირამიდიდან ყველაზე გამორჩეული გიზის პირამიდებია. მათ შორის ყველაზე დიდი ფარაონ ხეოფსის პირამიდაა. მისი აღმშენებელი იყო ხემიუნი. ნაგებობას გარშემო რომ შემოუაროთ, კილომეტრზე მეტი უნდა გაიაროთ. ლოდები, რომელიც პირამიდის ასაშენებლად გამოიყენეს, ისეთი სიზუსტით ერწყმიან ერთმანეთს, რომ მათ შორის ნემსაც ვერ გაატარებთ. ხეოფსის პირამიდა მთლიანად თეთრი ფილებით ყოფილა მოპირკეთებული, მაგრამ დღესდღეობით ეს პერანგი აღარ არსებობს. გადმოცემით ვიცით, რომ ძველმა ეგვიპტელებმა პირამიდები ყველანაირი სატვირთოებისა თუ შესაბამისი ტექნოლოგიის გარეშე ააგეს. თუმცა ამ უზარმაზარი ნაგებობების აშენებასთან დაკავშირებით დღემდე მაინც არაერთი იდუმალება და გამოგონილი ისტორია მოიტანა დრომ ჩვენამდე.
ერთ-ერთი ბოლო აღმოჩენა, რომელსაც მეცნიერების ერთმა ნაწილმა სენსაციურიც კი უწოდა, გიზის პირამიდების ქვეშ უზარმაზარი სტრუქტურების არსებობაზე მიუთითებს. მკვლევართა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ისინი ადრე ენერგიის წყარო იყო. ზოგს კი ეს არამიწიერი ცივილიზაციის ნახელავსაც აგონებს. ეს ინფორმაცია მალევე საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებშიც. ბოლო კვლევის მიხედვით პირამიდების ქვეშ დიდ სიღრმეში მდებარე 8 გიგანტურ ცილინდრულ სვეტზე, რომელთა გარე კედლებს სპირალები მიუყვება, კუბის ფორმის ორი სტრუქტურაა. კვლევა, რომელმაც მსოფლიო ალაპარაკა და სადავოც გახდა, მეცნიერებმა ფილიპო ბიონდმა და კორადო მელანგამ ჩაატარეს. ორადო მელანგა უკვე 10 წლეულზე მეტია, რაც უცხოპლანეტელებსა და ამოუცნობ ფრინავ ობიექტებს იკვლევს. ფილიპო ბიონდი კი სარადარო ტექნოლოგიის სპეციალისტია. მეცნიერებმა უზარმაზარი სტრუქტურების დასაფიქსირებლად სატელიტური მონაცემები და სინთეზური აპარატის რადარი გამოიყენეს, რომელიც 2 ან 3 განზომილებიანი გამოსახულებების მიღების საშუალებას იძლევა. მისი მეშვეობით მიწისქვეშა ნაგებობების გამოკვლევა შესაძლებელია რადიოტალღების დახმარებით, რომლებიც ამ არეალებს ანათებს. პირამიდის მიწისქვეშა ზოლში აღმოჩენილი არის უზარმაზარი სტრუქტურები, სპირალური სვეტები, რომელიც ეშვება პირამიდის ძირიდან კლდის სიღრმეში, ფაქტობრივად 600 მეტრ სიღრმემდე. ეს არის ის, რაც მაღალი გარჩევადობის ფოტოსურათებიდან ჩანს. რა იმალება პირამიდების ქვეშ 2 კილომეტრის სიღრმეში, ეს ახლა მეცნიერული შესწავლის საგანია. ახალი კვლევის თანახმად სვეტები პირამიდებზე 10 ჯერ დიდი გამოდის. მეცნიერები იმასაც ვარაუდობენ, რომ ამ ადგილას წარღვნამდელი დროის ცოდნა და ინფორმაცია იმალებოდა. აღმოჩენის სანდოობა და სისწორე სხვა მეცნიერებს ჯერ არ დაუდასტურებიათ. უფრო მეტიც, ამ საკითხთან დაკავშირებით ბოლოდროინდელ აღტაცებასა და სპეკულაციებს დიდი კრიტიკაც მოჰყვა. ყველაზე შოკის მომგვრელი აღმოჩენა დევს მიწის სიღრმეში მასიური კუბური წარმონაქმნები, რომელთა ზომაც 80 მეტრია დიამეტრით. ეს არის დახვეწილი ინჟინერიის დონე, აშორებს დინასტიურ ეგვიპტურ მოდელს. შეუძლებელია იმის თქმა, რომ ეგვიპტურ ცივილიზაციას ამისა აშენება შეეძლო. ეს ნაგებობები ერთმანეთს სხვა პირამიდებსაც აკავშირებს. შეიძლება ეს იყოს წარღვნამდელი ეპოქის ჩანაწერების დაკარგული დარბაზი. ცხადია, ეს აღმოჩენა უკიდურესად საკამათოა. ნიშნულოვანია ისიც, რომ ეს ამბავი ოფიციალურად არ გაჟღერებულა ეგვიპტის ტურიზმისა და სიძველეების სამინისტროს, ასევე არც სიძველეების უმაღლესი საბჭოს მხრიდან. თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ეგვიპტოლოგი ზახი ჰავასი ამ მონაცემებს ყალბს უწოდებს. საკვლევად გამოყენებული ხერხები სრულად მცდარია და არც მეცნიერულად დასტურდება. დიდი მიწისქვეშა სტრუქტურების არსებობა არ გამოუვლენია 10 წლეულების განმავლობაში ჩატარებულ კვლევებს, რომლებიც სხვა უფრო გამოცდილ მეთოდოლოგიებს, მაგალითად მონების ტომოგრაფიას, გრავიმეტრიასა და ჩვეულებრივი ტიპის რადარის გამოყენებას ეფუძნებოდა. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ პირამიდები არ იყო მხოლოდ ფარაონების აკლდამა. დაუდასტურებელი ინფორმაციის თანახმად, პირამიდების ქვეშ შესაძლოა მითიური ცოდნის დარბაზი იმალებოდა, ძველი ეგვიპტური ბიბლიოთეკა, რომელიც განსაკუთრებულ ცოდნას შეიცავდა. იქნება თუ არა დიდი აღმოჩენა დიდ საიდუმლოს მატარებელ ნაგებობებში. ეს ახლა დრომ და მეცნიერებმა უნდა დაამტკიცონ. ეგვიპტიდან დავუბრუნდეთ საქართველოში და სხვა აღმოჩენებზე შეგვიძლია ვისაუბროთ. ერთი ნაბიჯი დარჩა ფინალამდე. მეგა შოუ საქართველოს ხმის კონკურსანტები ნახევარფინალისტვის ემზადებიან. ეს იქნება ყველაზე დაძაბული საღამო, რადგანაც პროექტს 3 მონაწილე დატოვებს და ფინალშიც 3 გადავა. გასულ სამშაბათს კი გამარჯვებისთვის ბრძოლას გამოეთიშა ქეთა ციკლაურის ერთ-ერთი იყო, რომელმაც კომპოზიტორ რუსამ მორჩილაძის სიმღერა შეასრულა. მომდევნო სამშაბათს კი ჟიურისა და მაყურებლის წინაშე საქართველოს ხმის მონაწილეები პატრიოტული სიმღერებით წარსდგებიან.
მათ შორის მარიამ ერქომაიშვილია, 17 წლის კონკურსანტი, რომელიც სხვათა შორის ხალხური სიმღერების შემსრულებელი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის ვლადიმერ ერქომაიშვილის მეექვსე თაობა. ანი გენებაშვილის რეპორტაჟი. მაყურებლის რჩეული უკვე მესამედ ბექა მაისურაძე გახდა. ხმის ლიდერი მესამედ გახდა. კონკურსის ყველაზე პატარა კონკურსანტი. არ ვიცი, ძალიან გახარებული ვარ, გაოგნებული ვარ. ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის, რაც შეიძლება გეწოდოს საერთოდ, ან რაც შეიძლება აღიარება ჰპოვო ადამიანმა. ძალიან მადლიერი ვარ და მიყვარხართ ხალხო, მეც ვერაფერს ვერ ვიტყვი. კონცერტი რუსა მორჩილაძის შემოქმედებას მიეძღვნა. ყველაზე მკაცრი ჟიური კმაყოფილია. კარგი თუ გამოვიდა და არ მოგონა. უმაღლესი კატეგორიის ნამბერი. აი ტექნიკურად, ემოციურად ეს იყო ხარისხის უმაღლესი დონე, უმაღლესი მაჩვენებელი. მართლაც ვიჯექი და ვფიქრობდი, რომ ეს არის სონი რეკორდში ჩაწერილი კონცერტი. არაჩვეულებრივად დაუკრა ბენდმა საოცრად და ყველა მონაწილემ ერთმანეთს აჯობა. მეორე ბგერა გეშვა. მაია ჯაბუასთვის დაწერილი სიმღერა 17 წლის მარიამ ერქომაიშვილმა შეასრულა. 6 წლის იყო, როცა ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ესპანეთში გადავიდა. ერთმა სატელეფონო ზარმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ანზორ ერქომაიშვილი მარიამს თბილისში ელოდებოდა. ჩამოვედი ანზორიბიძეას თხოვნით, ესეთი თხოვნა ჰქონდა, რომ სანამ ცოცხალი ვარ, მინდა რომ ბავშვს ხელი მოვკიდო. და უკვე რომ დავბრუნდით უკან, აი აეროპორტშივე უკვე რაღაცნაირი გზნობა დამეუფლა. ჩვენი შეხვედრა იყო რაღაც წარმოუდგენლად სიტყვებით ვერ აღწევ უბრალოდ. დაუვიწყარი შეხვედრა სულ მალე დიდ ტკივილად გადაიქცა. საქართველოში დავბრუნდი იმ იმედით, რომ ეს ადამიანი იქნებოდა ჩემს გვერდით. ის ყველაზე დიდი საყრდენი, რასაც ანზორ ერქომაიშვილი ქვია, გამომეცალა. მართალია პირადად ვერ, მაგრამ მისმა ანსამბლმა მართვემ ბევრი ასწავლა. მართვემ, რომელმაც 12 თაობა აღზარდა. მარიამი ამ გუნდის სოლისტია. საოცრად გემოვნებიანი მომღერალი, ესე მინდა თქვა, საოცრად გემოვნებიანი. საკმარისია რაღაცა მიუთითო, რაღაცა აუხსნა ამ სიმღერის ხასიათი, ამ სიმღერის მნიშვნელობა, რატო შეიქმნა ეს სიმღერა, და გადმოსცე ხო სიმღერა, მარტო ნოტები ხო არ არის. აი იმ წუთში ამას გაიაზრებს და აი მთელი გულით, მთელი სულით, მთელი თავისი ამ სიმღერის მთელი შინაარსით ასრულებს ამ სიმღერას. მარიამ ერქომაიშვილი. როცა სცენაზე სინათლე ინთება, მუსიკალური ზღაპარიც მაშინ იწყება. პროექტში მონაწილეობაზე ბევრს ფიქრობდა. იმ მთავარი გადაწყვეტილების შემდეგ ეს იყო ყველაზე სწორი ნაბიჯი სწორ დროს. ამ პროექტმა ძალიან ბევრი რამ მომცა. სხვადასხვა ჟანრში მოვარგე, ესე ვთქვათ, საკუთარი თავი. ძალიან მადლობელი ვარ, რადგან მართლა უამრავი რამ მომცა. თავდაჯერებულობა შემატა, ესე ვთქვათ. საკონკურსო სცენა ცალკე ქიმია. ამაზე უარი ვერ თქვა. გადაწყვიტა თავისი ნიჭი და შესაძლებლობები ქართული საზოგადოებისთვის საქართველოს ხმაში გაეცნო. ასეც მოხდა, გამოუვიდა. ნახევარფინალში გულშემატკივარს პატრიოტულ მოტივებზე შექმნილ ნომერს აჩუქებს. კონკურსის შედეგებზე ბევრს არ ფიქრობს. მისი დარდი ოცნება, მისწრაფება ეპოქის ხმის ირგვლივ ტრიალებს. გვარი უნდა ასახელოს. გააზრების მომენტი მქონდა, რომ მარიამ, შენ თურმე რამხელა ადამიანის გვარის წარმომადგენელი ხარ და რამხელა ოჯახის გვარის წარმომადგენელი ხარ. დიდი იმედი მაქვს, რომ იმ ჩემი მიზნებით, რაც მაქვს ასახული, იქ სადაც არის ანზორიბიძეა, იმედებს გაუმართლებ და ალბათ ის ჩემი მიზნები მის სისრულიც იქნებოდა და მინდა რომ იამაყოს იქ ჩემიც სადაც არის. კურიერი პიესი ამით დასრულებულია, ერთმანეთს აუცილებლად შევხვდებით მომდევნო კვირას საღამოს 9 საათზე. თქვენ კი დარჩით რუსთავი 2-ზე, რამდენიმე წუთში სერიალი მიხვდება რომ დაიწყება. დროებით. ნახვამდის.